გრძელდება შეხვედრების ციკლში მონაწილეობა, რომელსაც ახალგაზრდების მრჩეველთა ასოციაცია და ახალგაზრდობის სააგენტო ახორციელებს. მოხარული ვარ, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისია ჩართული არის ამ პროექტში, იმიტომ რომ როგორც ყოველთვის ახალგაზრდებთან შეხვედრა განსაკუთრებული ინტერესითა და განსაკუთრებული ინფორმირებულობით გამოირჩევა, როგორც ცესკოს მხრიდან ინფორმაციის გადაცემის, ასევე მათი მხრიდან უკავშირის მიღების თვალსაზრისით. ამ შეხვედრების მთავარ მიზანს ერთის მხრივ წარმოადგენს ახალგაზრდების ინფორმირებულობა და ცნობიერების ამაღლება საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით, მეორეს მხრივ კი მათი გააქტიურებისა და ჩართულობის ხელშეწყობა, რათა საარჩევნო პროცესში როგორც აქტიურმა მოქალაქემ მონაწილეობის თვალსაზრისით, ასევე სხვადასხვა პროექტებში, მათ შორის კომისიებში ჩართულობის მხრივ იყოს მეტი წარმომადგენლობა ახალგაზრდების მხრიდან. რუსთავის მუნიციპალიტეტმა უმასპინძლა რიგით მესამე რეგიონულ ფორუმს. შეხვედრაზე საუბარი იყო ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორც არის ასოციაციის მიერ დაგეგმილი პროექტები და ასევე კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმო ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ ჩატარებულ საინფორმაციო შეხვედრას, რომელიც უშუალოდ ეხებოდა ოქტომბერში დაგეგმილ მუნიციპალურ არჩევნებს, სადაც ბატონმა გიორგიმ დეტალურად ისაუბრა ახალგაზრდების ჩართულობის მნიშვნელობაზე და საბჭოების როლზე დაგეგმილ მუნიციპალურ არჩევნებზე.